გამარჯობა. მე ვარ ანასტასია როსტომაშვილი, 10 წლის. უკვე 17 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5 დღიანი ომის დაწყებიდან. 11 აგვისტო ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია 2008 წლის ომიდან. მე სწორედ ამ ეპიზოდის გმირებზე მინდა გიამბოთ. შინდისის გმირებზე. შინდისის გმირების შესახებ პირველად 8 წლის ასაკში გავიგე. დედამ თავის მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე წამიყვანა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც იმ დღეს ვნახეთ, შინდისის გმირთა მემორიალი იყო. მემორიალი ყვავილებით შევამკეთ და გმირების ხსოვნას პატივი მივაგეთ. დედამ გვიამბო მათი გმირობის შესახებ. ჩვენ სულ განაბული ვუსმენდით. დღეს მეც სწორედ ამ ბიჭების შესახებ მინდა გიამბოთ. ბიჭებმა, რომლებაც გვაჩვენეს თუ როგორია სინამდვილეში გმირობა. სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. რუსული საბრძოლო შენაერთის მეთაური გააუგნდა ქართველების წინააღმდეგობა. მტერს ეგონა ბატალიონი თუ არა ასეული მაინც ებრძოდათ. ამიტომ მეთაურმა გადაწყვიტა, რომ მათი ძალები საკმარისი არ იყო, რის გამოც დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოიძახა. ბრძოლა დაახლოებით საათი და 20 წუთი გაგრძელდა, მანამ ვიდრე ქართველებს ტყუები არ გაუთავდათ. რუსები თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნეებიდანაც. ქართველი ჯარისკაცები არ შეუშინდნენ უთანასწორო ბრძოლას. ისინი ბოლომდე იბრძოდნენ. ერთად იყვნენ, ერთმანეთი არ მიატოვეს. მათ საოცარი სულიერი სიმტკიცის და მამაცობის მაგალითი აჩვენეს. მათი გმირობა დღესაც ასწავლის ყველას, თუ რას ნიშნავს ერთგულება, სიყვარული ქვეყნის მიმართ და მეგობრობა. სანამ მტერი მიაგნებდა, დაჭრილები ადგილობრივმა მცხოვრებმა ახმეტ ახუციშვილმა ტყეში გადამალა და პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. შინდისის ბრძოლიდან ცოცხლად გადარჩენილი კაპლარი თენგის ცანავა იხსენებდა. უმცროსმა სერჟანტმა ალექსანდრე ონიანმა თავისი ნათლული რომან ზოიძე, რომელიც დაჭრილი სისხლისგან იცლებოდა, გულში ჩაიკრა და ლოცვა დაიწყო. მას დანარჩენი ჯარისკაცებიც აყვნენ. ერთად ამბობდნენ მამაუჩვენოს. სწორედ ამ დროს მოვიდნენ რუსები. ალექსანდრე ონიანმა, რომელსაც ერთადერთი ყუმბარა ჰქონდა დარჩენილი, დაიყვირა. ტყვედ არ ჩაგბარდებითო. გახსნა და გულზე მიკრულ ნათლულთან ერთად თავი აიფეთქა. ერთ-ერთი შინდისელი გმირის, მიხეილ დვალიშვილის ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი პატარა ლექსი იპოვეს. ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულის კაცები და ვაჟკაცები. ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს. ბევრნი ვიყავით, ერთი სამარე, თხილის გულივით გავინაწილეთ. შინდისში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ადგილი გმირთა მემორიალად იქცა, რომელსაც უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შინდისის გმირები გვახსენებენ, როგორი ძვირფასია მეგობრობა, როგორია ნამდვილი სიმამაცე, როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო. მარადიული ხსოვნა გმირებს, ჩვენ გვახსოვხართ და არ დაგივიწყებთ. იცნობდეთ სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცს, რომლებმაც თავგანწირვის და სიმამაცის მაგალითი აჩვენეს. ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.